მშენებლობა და პროცესით უკმაყოფილო მძღოლები რამდენიმე წუთში ქრონიკაში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლში იმყოფებოდა. რუსთავის ბაგაბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ხვალ 12 საათზე დაიწყება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკას ცხლის ნახევარზე, ახალ ამბებს სოფო ცერცვაძე წარმოგიდგენთ. რუსთავი თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა და პროცესით უკმაყოფილო მძღოლები გზის რეაბილიტაციას მოსახლეობის უმეტესობა უარყოფითად აფასებს. მძღოლების ნაწილი ხარვეზებზე საუბრობს, მათი თქმით მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული არ არის. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს, არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნები კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მოსახლეობის პოზიციით მოძრაობის მარეგულირებელი დროებითი საგზაო ნიშნები უმეტეს შემთხვევაში გაუგებრობას და ავტომატურად საცობებს ქმნის. ზოგ შემთხვევაში კი ავტოსაგზაო შემთხვევები ფატალურად სრულდება. მძღოლების პრეტენზიები და სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანიის პოზიცია. ნახეთ ქრისტინა ასლამაზაშვილის სიუჟეტი. ეს რუსთავი თბილისის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომელიც ავტობანზე მოძრაობისას ყველაზე ხშირად მძღოლებში გაურკვევლობას იწვევს. მათი მოსაზრებით, უმეტეს შემთხვევაში დროებითი საგზაო ნიშნები მიმართულებას სწორად არ უთითებს. შედეგად კი მძღოლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა მიმართულებით გააგრძელონ მოძრაობა, რაც ავტომაგისტრალზე საავარიო სიტუაციებს და საცობებს ქმნის. მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევებმა გზის ამ მონაკვეთზე მკვეთრად იმატა. გამომწვევ მიზეზად კი საგზაო ნიშნების არასწორ მონტაჟს ასახელებენ. მშენებლობის დროს ავტომანქანების მფლობელები და მგზავრები არც ღამის საათებში გადაადგილდებიან უსაფრთხოდ. ავტომანქანების მძღოლებს მოძრაობისას არც ღამის ნათების სპეციალური მარეგულირებელი ნიშნები ხვდებათ. ჩანს ეს საგზაო ნიშნები, დროებითი ნიშნები რო არის რაღაც. სად არის რომ სადაყენია, აქ აყენია. სადაც თვითონ აწყობთ იქ აყენებენ. ნიშნები აყენია, ერთი ნიშანი გაძლევს უფლებას რომ მარცხნივ წახვიდეო, მერე გადახვალ იმ ნიშანს და მერე აწერია თბილისი და პირდაპირ წადიო. აი ვერ გაიგებ ისა რანაირად უნდა მოიქცე. ანუ დავნეულობას იწევს. იწევს რა თქმა უნდა. აი პროსტა გაიარე და შეხედეთ რა. უდიდეს პრობლემა. აი რა არ მოგწოთ? აი ძალიან ცუდათაა, რა ცოტა გვერდულათაა, ცუდი კუთხე აქვს დაჭერილი რა. ეხლა საით მიდიხარ თბილისში? საბურთალოზე. და როგორ ფიქრობ, აქედან გახვალ, ანუ რას გეუბნება საგზაო? ანუ აქედან ესეც წავალ და ეს. საცობები ზოგადად რამდენად ხდება? ბევრია ძალიან საკმაოდ ბევრია საცობი. რამდენად არის მზად მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია გააგრძელოს ავტობანის რეაბილიტაციის შემოდგომაზე, ისე რომ თავიდან აიცილოს საცობები და ავტოსაგზაო შემთხვევები ამ დრომდე გაურკვეველია. ეს კადრები დაახლოებით 2 თვის წინ არის გადაღებული, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ არის გადატვირთული დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობა. მძღოლები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც დასასვენებლად გასული მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, ავტობანზე ისე როგორც მანამდე სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალი იქნება. გააკეთებენ ერთ კუსოვს, გადავლენ იქით, მერე იქ დაიწყებენ გაკეთებას, ხან ორთაჭალიდან იწყებენ, ხან რუსთავიდან და ვერ გაიგებ სად რა ხდება და მანქანები ილეწება წარამარა რა. ანუ თქვენი აზრით ეს საგზაო ნიშნები არ არის ხშირ შემთხვევაში სწორად დამონტაჟებული? ვის და სად არის, რომელი საგზაო ნიშანია დამონტაჟებული ერთი ამ ავტობანზე? სად არია ბა? ერთი გაიარეთ და ნახეთ, აბა არის თუ არა საგზაო ნიშნები. რუსთავი თბილისის ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლობისთვის მძღოლების პოზიცია გაუგებარია. მათი თქმით, სინო ჰიდრო კორპორეიშენის საქართველოს წარმომადგენლობა გზებზე მოძრაობის რეგულირების წესებს დამკვეთთან, ანუ მუნიციპალური განვითარების ფონდთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ადგენს. კომპანიის მენეჯერის მოადგილის თქმით, ყველა დროებითი საგზაო ნიშანი აბსოლუტური სიზუსტით და სტანდარტების გათვალისწინებით არის განთავსებული. ეს დროებითი ნიშნები არავითარი პრობლემები არ არის, ყველაფერი ხდება შეთანხმებით. ან მძღოლები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში არ არისო ეს სწორად დამონტაჟებული და გაუგებრობას იწევსო, არ არის კარგი. მძღოლებს მე დიდ პატივს ავცემ მძღოლებს და ეს გზა ყველაფერი კეთდება მძღოლების გულისხმობ, ხოლო როგორც ასეთი საპატრულო პოლიცია და ყველაფერს აქვს თავისი სტანდარტები, ყველაფერს აქვს თავისი სად რა უნდა დადგეს, როგორ უნდა დადგეს და ჩვენ მაგიების მიხედვით ვაკეთებ ყველაფერს. ანუ მათ აქვთ პრეტენზია, რომ არ არის თქვათ ეს ნიშნები ხელნაკეთია ხშირ შემთხვევაში და ეს არის დროებითი ნიშანი, ყველაფერი დროებითი ნიშანი
აღსანიშნავია, მით უმეტეს იმ მძღოლებს ვაფრთხილებ, რომ აქ შეზღუდულია მოძრაობა და მაგ ნიშნების იმას და მაგ პრეტენზიებს ის ურჩევნიათ, რომ ნელა იარონ და დაიცვან წესრიგი და ნუუსწრებენ და ნუქმნიან საცობებს. რაც შეეხება მშენებლობის ვადებს, სინოჰიდროს მენეჯერის მოადგილე აცხადებს, რომ მშენებლობის გარკვეული ნაწილი წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ჩაბარების გადაწევის მთავარ მიზეზად სამშენებლო კომპანიაში იმ დამატებით სამუშაოებს ასახელებენ, რომელსაც თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა. გადაწიეთ ხო ვადების შესრულების ჩვენ სამუშაოები? არაფერი არ გადავწიეთ, ეს რუსთავის მონაკვეთს ვაპირებთ ამ თვის ბოლოს სექტემბრის თვის ბოლოს ჩაბარებას. პირველ მონაკვეთზე იყო რაღაც პრობლემები ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით და ის დამთავრდება წლის ბოლოს. ანუ არ გადაგიწევიათ და პროექტი? არაფერი. არა, პროექტი ის და პროექტი უნდა დამთავრებული იყო, ოქტომბერში უნდა დამთავრებული იყო და იმის გამო რომ აქ რაღაც სამუშაოები დეემატა, განათება დეემატა, რომელიც პროექტში არ იყო, ამ განათებას თავისი დრო უნდა. მძღოლები ავტობანზე სატრანსპორტო მოძრაობის გართულებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან ვარაუდობენ. მათი თქმით, რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი გზა მშენებლობის პროცესის დროს ავტომანქანების მკვეთრად მომანტებული ნაკადის მისაღებად მზად არ არის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლში იმყოფებოდა. მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერა. ტარიელ-ხეთში კაშუმლას სპორტ კომპლექსი სიონი და ისიანის სახელობის სტადიონი მოინახულა. ორივე ობიექტისარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას საჭიროებს. მინისტრმა ასევე ის ობიექტები დაათვალიერა, რომლებიც ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია სპორტულ ბაზებად და ახალგაზრდულ ბანაკებად გადაკეთდეს. სამომავლოდ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რაც ქვეყანაში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს. მოგვიანებით მინისტრი გუბერნატორთან გამგებელთან ერთად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრას დაესწრო. ბოლნისის სიონი ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტსკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და საჩუქრად სპორტული ინვენტარი, საფეხბურთო ფორმები, ბურთები, ბადეები და კიმონოები გადასცეს. აქვს სურვილი რაიონის ხელმძღვანელობას სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, მზაობა იმისა, რომ სპორტული ცხოვრება აღორძინდეს, ჩვენ რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხელისუფლებას ხელს შეუწყოთ, გვაქვს ერთობლივი პროექტები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოთ, რომ ამ რაიონში სპორტი შევიდეს ყველა ოჯახში. პატარა მცირედი საჩუქრებით ჩამოვიდეთ, ეს არის დასაწყისი ჩვენი ურთიერთობის, საქმიანი ურთიერთობის. აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს და თვითონაც მონდომებულები ვართ და მოტივირებული ვართ იმისთვის რომ რეგიონების განვითარება იყოს პრიორიტეტული და თვითონ მინისტრიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ახლა რეგიონების განვითარებას, რამე თუ რეგიონების განვითარებაში არის თლიანად ქვეყნის განვითარება და სიძლიერე. არასრულწლოვანების იძულებით ქორწინება საქართველოში საგანგაშო სტატისტიკის შედეგები და გამოსავალი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც ადრეული ქორწინების საკითხები განიხილეს. პარტნიორობა თანასწორობისთვის დამფუძნებელმა და პროექტის მენეჯერმა ნინო მარუაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ის პროექტი გააცნო, რომელიც ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მარნეულში და გარდაბანში მცხოვრებ 14 და 18 წლამდე ასაკის გოგონებისთვის ადრეულ ქორწინებასთან და მათ უფლებებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება იგეგმება. ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით პროექტის წარმატებით განხორციელებაში ის აქტიურად ჩაერთვება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის პრობლემა და საჭიროა რომ ასეთი პრობლემები წინასწარ გამოვავლინოთ და წინასწარ მოვახდინოთ ამ პრობლემების პრევენცია, ანუ ძირი გამოვაცალოთ, საფუძველი გამოვაცალოთ ამას და რაც არ უნდა რთული იყოს არა სამოქალაქო სექტორი. თვითონ მთავრობა ერთად უნდა გავერთიანდეთ აი ესეთი დანაშაულებისა და აი ესეთი ძალიან მანკიერი ტრადიციების წინააღმდეგ. იგეგმება მარნაულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში 14-დან 18 წლამდე გოგონების დატრენინგება და ინფორმაციის მიწოდება ადრეული ქორწინებასთან დაკავშირებით, როგორც სამედიცინო შედეგებზე, ისევე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ უფლებებზე, ასევე ტრენინგები გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან.
რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში საარჩევნო განვითარების სკოლა 2015 სასწავლო კურსის მესამე ეტაპი დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდებისთვის სწავლების მესამე ეტაპს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მესამე ეტაპის გადაწყვეტილება, რომელშიც მონაწილეობას 100-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს CESCOM ტრენინგების პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველთა სიმრავლის გამო მიიღო. ტრენინგები დაინტერესებული პირებისთვის საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის, დემოკრატიული პრინციპების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. ეს არის საარჩევნო პროცესებისათვის ახალგაზრდების მომზადება და არა მხოლოდ საარჩევნო პროცესები, ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობიდან საარჩევნო ისტორია. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც არჩევნებს ეხება, აი ამ თემებს შეისწავლიან ახალგაზრდები. პირველ მეორე ეტაპი, როგორც იცით, უკვე ჩატარდა საქართველოს მასშტაბით. რუსთავის ბაგაბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ხვალ 12 საათზე დაიწყება. ელექტრონული რეგისტრაცია ამ ეტაპზე 3 ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება. ვაკანტური ადგილები ქალაქის მასშტაბით სულ 19 ბაღშია. მშობლები ბავშვების დარეგისტრებას სპეციალურ ვებგვერდზე რუსთავი კითჩის საშუალებით შეძლებენ. პროცესში გასარკვევად რუსთავის გაერთიანების ხელმძღვანელობამ სპეციალური ვიდეო ინსტრუქცია გამოაქვეყნა, რომლის ნახვაც ვებგვერდზეა შესაძლებელი. ელექტრონული რეგისტრაცია 1 სექტემბერს ვაკანტური ადგილების შევსებისთანავე შეწყდება. რაც შეეხება სააღმრთელო პროცესის დაწყებას, ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. წინასასწავლო წელს მნიშვნელოვნად გავამარტივეთ რეგისტრაციის პროცედურა. წელს ჩვენს გვერდზე რუსთავი KISJ, სადაც ხდება რეგისტრაცია, დავდეთ დეტალური ვიდეო ინსტრუქცია და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც არის მომხმარებელი კომპიუტერის, ადვილად შეძლებს ბავშვის დარეგისტრირებას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში რამდენიმე ქუჩის მოხრეშვა მოხდა. გზის რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე სულ 20,000 ლარი დაიხარჯა. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, პრობლემა წლების განმავლობაში მაუგვარებელი იყო. გზა იყო საშინელ მდგომარეობაში, ნაწვიმარზე საერთოდ გასვლა იყო, ფეხით სიარული იყო შეუძლებელი. 21 წელია მე აქ ცხოვრობ და პირველად გაკეთდა გზა. ახლა კი სპორტის სიახლეებს გავეცნოთ. რუსთავმა ველომოყვარულებმა ველოსპორტის პოპულარიზაციის მიზნით ქალაქის შემოსასვლელიდან მერიამდე მსვლელობა მოაწყეს. ამ ეტაპზე ველომოყვარულთა ჯგუფში 50-მდე ადამიანია გაწევრიანებული. მსვლელობის ორგანიზატორების მიზანი ველოსპორტისადმი ინტერესის გაზრდა წარმოადგენს. ორგანიზატორების შეფასებით სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს. შემდეგ თვეებში უფრო ველით რომ გაიზრდება მონაწილეთა რაოდენობა და ეს ჩვენი მსვლელობა ემსახურება ქალაქში სპორტული ცხოვრების მეტად პოპულარიზაციას. გვინდა რომ უფრო მეტი ადამიანი დაიძრეს ველოსიპედზე. ერთად ჯიზე შევბრძანდებით და არის 5 პროექტი გაკეთებული. ამ 5 პროექტიდან ერთ-ერთი ჩვენი პროექტია გუნდური ორჭიდი, რომელიც შეიცავს სირბილს და ველოსიპედს. ანუ გუნდში არიან ერთი ველოსიპედისტი და ერთი მორბენალი და ამიტომ გვინდა თქვენი დახმარება. რუსთავის რუსთავი 2 სექტემბერს ქედა საფეხბურთო გუნდ ბეთლემს დაუპირისპირდება. თამაში ქედის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. რუსთავის ფეხბურთელები ამ ეტაპზე შეჯიბრისთვის წინა მოსამზადებელ ვარჯიშებს გადიან. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიშველაძემ განმარტა, სპორტსმენები შეხვედრისთვის მზად ყოფნაში არიან. თასის თამაშებაც გვიჩვენა, რომ ბიჭები არიან მზად იმისთვის, რომ საბრძოლველი ენთუზიაზმით ჩავიდეთ ჩვენ ქედაში. პირველი ტურია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი გუნდია, ახალი კლუბი არის შექმნილი. ბევრი რამე არის უკვე ჩვენ ბიჭებზე დამოკიდებული. სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ქედის ბეთლემთან გვაქვს გასვლაზე თამაში და ვეცდებით რომ 3 ქულა მოვიპოვოთ პირველი თამაში. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში უკვე უცხოეთის სიახლეებით დავბრუნდებით. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტაძარი გაანადგურეს. ქალაქ კალეს პორტმა მუშაობა აღადგინა. რეკლამის შემდეგ ქრონიკაში. ახლა კი უცხოეთის ახალ ამბებს გავეცნოთ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ტაძარი გაანადგურეს. ადგილობრივების თქმით 2000 წლის წინ აგებულ ტაძართან ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. პალირმა უძველესი ქალაქია, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია 2000 წლის წინ აგებული ნაგებობებითა და ტაძრებით.
თბილისში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერსა და ნოემბერში ორ ეტაპად გაიმართება. ამის შესახებ ეგვიპტის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. უწყების ინფორმაციით პირველ ეტაპზე 14 რეგიონში არჩევნები 18-19 ოქტომბერს შედგება. მეორე ეტაპი კი 22-23 ნოემბერს 13 რეგიონში. მათ შორის არჩევნები კაიროში ჩატარდება. ბოლო პარლამენტი, რომელიც ძირითადად ისლამისტი დეპუტატებისგან შედგებოდა, 2012 წელს დაითხოვეს. საფრანგეთის ქალაქ კალეს პორტმა თანამშრომლების პროტესტის დასრულების შემდეგ მუშაობა აღადგინა. საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის საზღვაო მიმოსვლა რამდენიმე საათით იყო შეჩერებული. როგორც გემების ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, შეფერხება აღარ არის და ყველა რეისი ჩვეულ რეჟიმში შესრულდება. მანამდე დემონსტრანტებმა პორტში 2 მაშველი გემით გზა ჩაუკეტეს სხვა გემებს. ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებდნენ. გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით 8 გრადუსი სითბო, თეთრწყარო +24 დღე 12 ღამით. დვანში +20 გრადუსი ფიქსირდება დღეს, 7 იქნება ღამით, ბოლნისში +27 დღისით 14 გრადუსი ღამით. მარნაულში +29 გრადუსამდე გათბება დღე, 15 იქნება ღამით, თბილისი +28 დღისით 17 ღამით. გარდაბაში +30 გრადუსი იქნება დღისით 18 ღამით, რუსთავში ასევე 30 დღისით 18 გრადუსი ღამით. ქრონიკა ამ ინფორმაციებით დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის.